მოგესალმებით ყველას, ძვირფასო მეგობრებო, ვისაც გიცნობთ და არ გიცნობთ, მინდა მოგიკითხოთ განსაკუთრებით ემიგრანტები, ნუგეშის სამეგობრო, ასე თქვათ, ერთობა, მოგიკითხოთ მსჯავრდებულები და პატიმრები, ის ადამიანები, ვინც დღეს თავისუფლება აკვეთილები ბრძანდებით, ასევე მინდა მოგიკითხოთ სნეულებაში და უძლურებაში მყოფი ადამიანები, ვინც ვერ შეძლებთ ტაძარში საღვთო ლიტურგიაზე დასწრებას და ყველა ნაცნობი თუ არანაცნობი ადამიანი. ყველას მინდა გახაროთ მაცხოვრის შობის საუფლო დღესასწაული. დღესასწაულთა შორის მაცხოვრის შობა რიგით მეორე გახლავთ, რამე თუ უპირველეს ადგილზე, როგორც მზე ვარსკვლავებში დგას მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული და შემდეგ უკვე გახლავთ მაცხოვრის შობის დღესასწაული. აი ამიტომაც განვიზრახე უფლისწყალობით, რომ დღეს სანამ დავიწყებთ ღამის მსახურებას, საშობაო ლიტურგიას, მანამდე შეგეხმიანოთ, მოკითხვა შემოგითვალოთ და გაგამხნევოთ, რამე თუ ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება დღეს ჩვენი გამხნევება, ჩვენი არა, განკაცებული მაცხოვრის. ვინც დილის ლოცვებს კითხულობთ, მათ იციან, რომ სარწმუნოების სიმბოლოში წამში წერია შემდეგი სიტყვები და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძევთისა მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი, ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არაქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისგანაც ყოველი შეიქმნა. სარწმუნოების სიმბოლოდან ჩვენ გვგებულობთ, რომ არსებობს ორი შობა. შობა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, მამა ღმერთისაგან და შობა ქალწულ მარიამისაგან ჩვენისა ცხოვნებისათვის. შობილი და არაქმნილი ხაზგასმით არის აღნიშნული და მოგეხსენებათ, რომ პირველი მსოფლიო კრება ზუსტად ამ სწავლებას მიეძღვნა, რამე თუ ისეთი ერესიარქი, როგორიც იყო არიოზი, ამბობდა, რომ მაცხოვარი არის არა შობილი, არამედ ქმნილებათა შორის. ამიტომაც სარწმუნოების სიმბოლოში გარკვევით ჩაიწერა, რომ შობილი და არაქმნილი, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ის არის დასაბამი, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი, εν არხე უსია, ერთარსება სამპიროვანი ღმერთის მეორე ჰიპოსტასი, არაქმნილება, არამედ შობილი მამისაგან, როგორც გითხარით, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ხოლო ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენი საცხოვნებისათვის გარდა მოხდა ზეცი და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და ქალწულისაგან მარიამისა განკაცნა. აი ზუსტად ამას დღესასწაულობთ ჩვენ დღეს მართლმადიდებლური სამყარო გარკვეულმა ქრისტიანებმა უკვე აღნიშნეს, მაგრამ ჩვენ მოგეხსენებათ, ჩვენ რუსეთის სამოციქულო ეკლესია, სერბეთი, იერუსალიმი და ათონის მთა დღესასწაულობთ იულიუსის ძველი კალენდრით და დღეს გახლავთ არა 7 იანვარი, არამედ 25 დეკემბერი. 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო. და ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებით უნდა დავფიქრდეთ, ვინ იშვა, სად იშვა და რატომ იშვა. ვინ იშვა? იშვა იესო ქრისტე. რას ნიშნავს სახელი იესო ქრისტე? ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება ეს არ იცოდეს. იეშუა ნიშნავს ხსნა, არის იაჰვესგან. ანუ ხსნელი, მაცხოვარი. ხსნელი მაცხოვარი ერთადერთი არის იესო ქრისტე. სხვა ხსნელი და მაცხოვარი არ აყავს დედა ეკლესიას. ხოლო ქრისტე, სიტყვა ქრისტე არის ზმნა, ბერძნული, ხრიძო და ნიშნავს ცხებას. ესე იგი, იესო ქრისტე ქართულად შეგვიძლია გამოხატოთ შემდეგი სიტყვები: ცხებული, მაცხოვარი, რომელიც არის ცხებული ჩვენი ცხოვნებისთვის. ცხებული ადამიანი
ბევრი იყო ჩვენი ერის ისტორიაში. ჩვენი მეფეები ყველა გახლდათ ცხებული ადამიანი, ოღონდ ისინი გახდნენ მადლით ცხებულები, ჩვეულებრივი ადამიანები, რომელზეც მეორე გზის მოხდა მირონცხება და მათი მოვლინება ქვეყანაზე, ქვეყნის გადასარჩენად, ხოლო ბუნებით იმხსნელი ეს გახლავთ იესო ქრისტე, რომელიც ინებებს ქვეყნიერებაზე მოვლინებას მისივე ნებით, რა თქმა უნდა, მამისაგან, რათა გამოიხსნას დაცემული კაცობრიობა, არა მარტო ისრაელი ერი, მისი ეგრეთ წოდებული რჩეული ერი, რომელიც დღესაც განდგომილებაშია ჭეშმარიტებისგან, არამედ წარმართული სამყარო. როდესაც მოხდა სამოთხეში დაცემა ადამიანის და ევასი, სანამ ექსორიას ყოფდა ადამ და ევას ღმერთი, სამოთხეშივე მოხდა აღთქმის მიცემა. აი ძველი აღთქმა ამას ნიშნავს, სამოთხეშივე ღმერთმა შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა, ეს მიმართავს გვერდს, რომ დედაკაცის თესლიდან ნაშობი შენ თავს გაგიჭყლეტავს, ხოლო შენ კი მას ქუს უგესლავდე. როდესაც ეს სიტყვები მოისმინეს ადამმა და ევამ, მათ მიიღეს უწყება, რომ მათი შთამომავალი იქნება მხსნელი. მათ პირველ შვილს, რომელიც ბუნებრივი დაბადებით იშვა, მოგეხსენებათ, რომ ადამი შეიქმნა მიწისგან, თიხისგან და მისი ნეკნისგან შეიქმნა ევა და პირველი ადამიანი არის კაენი, რომელიც ბუნებრივი წესით იშვა. ადამს და ევას ეგონათ, რომ კაენი იქნებოდა მხსნელი. მაგრამ როდესაც შეხედეს, რომ კაენი არ აღმოჩნდა მხსნელი, იმედი გაუცრუდათ და მეორე შვილს აბელს დაარქვეთ. აბელი რაც ნიშნავს აჭრდილს, მობერვას. აი მას შემდეგ, რაც ადამი გამოძევებულია სამოთხიდან, განსაკუთრებით ისრაელ ერში არის მოლოდინი, რომ მოვა მესია. ისინი დღესაც ელოდებიან მესიას, რამე თუ მათ დაეფარათ განკაცება იესო ქრისტესი და მათ ვერ მიიღეს თავის მესიად მხსნელად იესო ქრისტე და იესო ქრისტე მიიღო ყველა იმ წარმართულმა ერმა ჩვენი სახით, როგორიც ვართ დღეს ქართველები. და ეს მოვლენა სამწუხაროდ დღემდე დაფარულია ებრაელი ერისთვის. ამიტომ ჩვენ დღეს განსაკუთრებით მართლმადიდებელი ქრისტიანები, რატომ უსვამ ხას მართლმადიდებელი ქრისტიანი? მართლმადიდებულ ეკლესიაში არის სრული სისავსით დაუნჯებული, შენახული ჭეშმარიტი სწავლება იესო ქრისტეს განკაცების შესახებ. რამე თუ ჩვენ ვიცით, რომ ქალწულ მარიამში მოხდა ხარება თავარ ანგელოზ გაბრიელისგან და მასში არაბუნებრივი წესით იქნა ჩასახული იესო ქრისტე. რატომ არაბუნებრივი წესით? აი მაგალითად კათოლიკები დღესაც ასწავლიან, რომ იოაკიმე და ანაშიც არაბუნებრივი წესით მოხდა ჩასახვა მარიამის. ეს არასწორია. იოაკიმე და ანაში მოხდა ბუნებრივი წესით მარიამის ჩასახვა, რამე თუ სხვანაირად ჩვენი გამოხსნა არ მოხდებოდა. მარიამიც რომ ჩასახულიყო ისე, როგორც იესო ქრისტე ჩაისახა, მაშინ მარიამში არ იქნებოდა ადამი და ევას, ასე თქვათ, ცოდვა, მიდრეკილება ცოდვისკენ, რომელიც მან შებოჭა და მას ცოდვა არ აღუსრულებია, მისი ბუნება იყო ცოდვის მატარებელი, მაგრამ მარიამს ცოდვა არ ჩაუდენია. და ეს თბე იესო ქრისტემ მიიღო ქალწული მარიამისაგან, ბუნებითი წესით შობილი მარიამისგან მიიღო სხეული თბე, მაგრამ იესო ქრისტე ჩაისახა სულიწმინდის მადლით, რამე რომ მომხდარიყო კაცობრიობის გამოხსნა. რა თქმა უნდა, იყო მასში მიდრეკილება ცოდვისკენ, მაგრამ იესო ქრისტეს ცოდვა არ ჩაუდენია, მას ჰქონდა უყვედრელი ვნებები, რაც ნიშნავს ეს რომ შიოდა, წყუროდა, ტიროდა, იღლებოდა. ეს არ არის მოაკვდინებელი ცოდვები და ამ ცოდვების მატარებელი იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დღევანდელ დღეს, სანამ ჩვენ ვიზეიმებთ მაცხოვრის შობის საუფლო დღესასწაულს, ყურადღება მინდა გავამახვილოთ პირველ რიგში
რაზე? რომ პირველ რიგში კარგად უნდა დავფიქრდეთ თანამედროვე ქრისტიანები, რომ რატომ ინება განკაცებულმა ღმერთმა შობა არა საიმპერატორო პალატებში, რომელიმე დიდებული ოჯახის, ასე თქვათ, ოთახში, არამედ სადღაც გადაკარგულ მღვიმეში, ბეთლემის, ჰურიასტანის ბეთლემში, გამოქვაბულში, სადაც ცხოველების სადგომი იყო. მე მგონი არ არის ძნელი მისახვედრი თუ რატომ? იმიტომ რომ იესო ქრისტეს სურს დაგვანახოს რა მდგომარეობაშია კაცობრიობა, რა მდგომარეობაშია ჩვენი დაცემული გული. რა მდგომარეობაშია? ზუსტად იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო ის მღვიმე, რათა გულისხმავყოთ ჩვენ, რომ როგორც იმ მღვიმეში არ იქნებოდა სუფთა მდგომარეობა, სადაც ხო პირუტყვების სადგომი იყო. არ მინდა ის სიტყვები ვახსენო, რა მდგომარეობაც იქნებოდა, თავადაც კარგად მიხვდებით, აი ისეთივე დაბინძურებულია ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი გული, ჩვენი სამშვინველი, ჩვენი აზროვნება, ჩვენი გონება და ამიტომაც ღმერთმა ინება არა დიდებაში და პატივში შობა, არამედ ინება აი ზუსტად იმ ადგილზე შობა, სადაც ჩვენ უნდა გულისხმავყოთ, რომ აი იგივე მდგომარეობაშია ჩვენი გული. აი ამიტომაც ჩვენ მართლმადიდებლები 40 დღის განმავლობაში ვიცავთ მარხვას. მარხვის შენახვა სულაც არ გახლავთ გარკვეულ პროდუქტებზე უარის თქმა, მარხვის შენახვა ნიშნავს დამარხვას, დაცვას საკუთარი რჯული, საკუთარი ამხსარებლობის, ცხოვრების წესით, ხედვით, მეტყველებით, სმენით, ხელებით, მოქმედებით და რა თქმა უნდა ცხოვრების წესით. რათა ჩვენ გულისხმავყოთ, რომ მაცხოვარი აღარ უნდა დაიბადოს ბაგაში, მაცხოვარი უნდა დაიბადოს ჩვენ გულში, რომ ჩვენი გული განიწმინდოს. მოგეხსენებათ, რომ ადამიანში უფლის საკურთხეველი გახლავთ მისი გული. გონება უფრო ხშირად მიდრეკილია მცდარი აზროვნებისკენ, ხშირად ჩვენს გონებას არაწმინდა სულის აზრები და ფიქრები ეპატრონება, ჩვენში არაწმინდა სული აზრები ჩემოდის, ხოლო გული კი უფლის სამყოფელი გახლავთ. იოანეს გამოცხადებაში აპოკალიფში გარკვევით წერია, აი მე ვდგავარ შენი გულის კარებთან და ვაკაკუნებ, თუ გამიღებ, მე შემოვალ და ვივახშმებ შენთან. რამდენი ადამიანის გულის კარებთან დგას დღეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. რამდენმა ადამიანმა ვერ შეინახა მარხვა, ვერ გამონახა დრო და თქვა, რომ არ შემიძლია მარხვის შენახვა, არ შემიძლია მე არა მაქვს დრო ვიარო ეკლესიაში, რა ვქნა ახალ წელს, როგორ არ შევხვდე მე, როგორ არ გავატარო დრო ნათესავებში და მეგობრებში, არ მცალია და როგორც მაშინ მხოლოდ პირუტყვები და დედა ღვთისმშობელი და მართალი იოსები ორი ადამიანი და ორი პირუტყვი ესწრება მის შობას, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მცირე ადამიანი იღებს და იგებს მაცხოვრის შობის საიდუმლოებას, თუ რას ნიშნავს იესო ქრისტეს ქვეყნიარებაზე მოვლინება. თქვენ ალბათ დაკვირვებული ხართ შობის იკონოგრაფიას, რომ იქ არის გამოსახული ბაგასთან ხარი და ვირი. ამისი სახისმეტყველება ასე უნდა გავიგოთ. ხარი ეს არის ებრაელიერის სიმბოლო, რომელიც მოსეს სჯულის თანახმად განასახიერებდა წმინდა ცხოველს, ხოლო ვირი ეს არის ჯიუტი, ეს არის გაუხედნავი, ეს არის წარმართების სიმბოლო. ესაიას წინასწარმეტყველებაში წერია, რომ ხარმა იცის თავის პატრონი და ვირმა თავისი ბაგა, მაგრამ ისრაელმა არ იცის ვინ არის მისი, ასე თქვათ, პატრონი, ვინ არის მისი უფალი. სამწუხაროდ დღეს ძალიან ბევრმა ჩვენთაგანმა კიდევ ბოლომდე არ იცის ვინ არის მისი მხსნელი, ვინ არის მისი უფალი, ვინ უნდა უყვარდეს ყველაზე მეტად და ვის უნდა ემსახუროს.
ქრისტემ ბრძანა რომ ორი უმთავრესი ცნება არსებობს ჯულში გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა გონებითა და ნებითა და მოყვასი როგორც საკუთარი თავი 10 მცნება ზუსტად ამას გულისხმობს პირველი 4 მცნება რომელიც პირველ ფილაზე იყო დაწერილი ჩვენ მოგვიწოდებს უფალთან ურთიერთობას უფალთან ასე ვთქვათ კავშირს ლოცვით კვირის დაცვით და მსახურებით და დანარჩენი რომელიც მშობლების პატივისცემით იწყება მოგვიწოდებს მოყვასთან ურთიერთობას თუ ჩვენ გვინდა რომ იესო ქრისტეს სახელი ვატაროთ ღირსეულად აუცილებლად უნდა ვემსახუროთ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით ცნად ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ გაგვანთავისუფლოს ჩვენ და ჩვენ რომ გამთავისუფლდებით უნდა ვეცადოთ რომ მოყვასიც გავანთავისუფლოთ ცრუ სარწმუნოებისგან, ცრუ შეხედულებებისგან, ცრუ აზროვნებისგან და ზუსტად ამას ემსახურება ყოველ წელს მაცხოვრის შობის საუფლო დღესასწაულის აღნიშვნა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენოს იესო ქრისტემ და დედა ეკლესიამ, ვის სახელს ვატარებთ ჩვენ. აბა გაიხსენეთ, ოდესაც იყავით მიმრქმელები, ეგრეთ წოდებული ნათლიები და ნათელღებულები რა სიტყვები იგალობება, როცა ემბაზის გარშემო შემოგვატარა მოძღვარმა. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ეს სიტყვები ეკუთვნის პავლე მოციქულს, რომელიც გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერია, რომ ჩვენ რაკი მოვინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, ქრისტე უნდა შევიმოსოთ. რას ნიშნავს ქრისტეს შემოსვა? რომ ჩვენ უნდა აღვასრულოთ მცნებები იესო ქრისტესი. იესო ქრისტე ბრძანებს, თუმე გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავით. რომელი მცნება? აი რომელიც ახლა გითხარით, უფლის და მოყვასის სიყვარული. ისეთი რამე არ გავუკეთოთ სხვა ადამიანს, რაც ჩვენ არ გვინდა რომ გაგვიკვეთოს სხვა ადამიანმა. აი დღეს ახლა მე ვხედავ მონიტორზე როგორ მილოცავთ, როგორ ულოცავთ ერთმანეს. ძალიან ბევრმა ადამიანმა სიტყვები შობას გილოცავ, შეიძლება არ იცოდეს კარგად. უნდა უთხრათ რომ მესიის შობას გილოცავ, იესო ქრისტეს შობას გილოცავთ. ძალიან ბევრ ქვეყანაში, აი მაგალითად მე ვადევნებდი თვალს ევროპაში, სტრასბურგში ნოემბრის ბოლოს იწყება საშობაო ვაჭრობა და მთავრდება 25 დეკემბერს. ძალიან ლამაზია იქ ყველაფერი, ძალიან ბრწყინავს და ვაკვირდებოდი რომ რა შეიძლებოდა აქ ეკუთვნოდეს იესო ქრისტეს. მსგავსი არაფერი ჩემო ძვირფასებო, მხოლოდ ბრჭყვიალა, ჩასაცმელი და ნივთები. დღეს ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ არ დავასახელებ ქვეყნებს არ იცის რას ნიშნავს შობა. აი შობას ულოცავენ, მაგრამ არ იციან ვის შობას ულოცავენ. სამწუხაროდ ევროპაში და არა მარტო ევროპაში, ამერიკაში და სხვა ქვეყნებშიც სანტა კლაუსი, კარიკატურა წმინდა ნიკოლოზის უფრო პოპულარულია ახალგაზრდებში, ვიდრე განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე. პავლე მოციქული არაერთ გზის ბრძანებს, თქვენ და სამარცხვინოთ ვამბობ, ზოგიერთი თქვენთაგანი არ იცნობს ღმერთს. რას ნიშნავს ზოგიერთი თქვენთაგანი არ იცნობს ღმერთს? ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, ანტიკურ ხანაში, აპოლოში, დელფოს ტაძარზე ოქროს სიტყვები იყო, ოქროს ასოებით იყო სიტყვები გამოსახული, შეიცან თავი შენი. სამწუხაროდ ძველმა აღთქმამ და ანტიკურმა ხანამ ვერ შეიცნო ღმერთი. ვერ შეიცნო ღმერთი ისე როგორც უნდა შეეცნო, რომ განთავისუფლებულიყო ცრუ სწავლებებისგან. ეს მხოლოდ შეძლო ახალმა აღთქმამ მაშინ, როცა ჭეშმარიტება იშვა, როცა განკაცდა. აუცილებლად წაიკითხეთ დღეს იოანეს სახარების პირველი თავი. პირველიდან იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღვთისათანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი და მოგვეცა ხელმწიფება ღვთისშვილებად გახდომისა. თვისთათანა მოვიდა და თვისთათანა არ შეიწნარეს იგი. ანუ ის ებრაელებში, იუდეველებში მოვიდა და სამწუხაროდ მათ ვერ იცნეს და არ მიიღეს იგი როგორც მაცხოვარი და ჩვენ წარმართმა ერებმა, მაშინ წარმართები რომ ვიყავით, მივიღეთ იესო ქრისტე როგორც
ჩვენი მხსნელი ღმერთი და განსაკუთრებით ქართველებმა, როგორც ამას ათონელი დიდი მამები ამბობენ, რა კიღა ერთხელ გვიცნობიეს ჭეშმარიტება, დედა ეკლესია არასდროს მიუდრეკილ ვართ, არც ამ მარცხულ და არც ამ მარჯულ, არ გადავხრილ ვართ არც მარცხნივ, რომელიმე მწვალებლობისკენ და არც მარჯვნივ, რომელიმე გარკვეული ცრუ იდეოლოგიების ვიდექით მწყითეც და შეურყევლად. რამე თუ ყვართი მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეში არის საქართველოში, დედა ღვთისმშობლის სარტყელი არის საქართველოში და საქართველო როგორც ნაწილნასწარმეტყველებია რომ არ განიყოფა მაცხოვრის კვართი, ასევე საქართველოს ეკლესიას არ ელოდება გარკვეული ერესებიდან განყოფა. ღმერთმა ინებოს ასე მტკიცედ და შეურყევლად ვიდგეთ და გვიყვარდეს და დავიცვათ ჩვენი ამხსარებლობა, მართლმადიდებლობა. დღეს ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მე მინდა მათ უსურვოთ. დღეს ორი კუპლეტი დავწერე მცირე ნააზრევი და ასე დავასრულე ეს ნააზრევი რომ ვისაც გიყვართ საქართველო გელოდებით ტაძარში. დიახ, ისე კი არა რომ გადაგვიღოს ვიღაცამ ფოტოები და სოციალურ ქსელში ავტვირთოთ რომ აი როგორი მლოცველი ვარ და რა დიდი კელაპტარი მიკავია. შეიძლება არ დაგვინახოს საზოგადოება, მაგრამ უფალმა დაგვინახოს. როგორ უნდა დაგვინახოს უფალმა? თუ დავბლდებით უფალი მაშინ დაგვინახავს. ადამიანი რომელიც ამპარტავანია, მას უფალი ვერ ამჩნევს. ვერ ამჩნევს იმიტომ რომ ზურს ღმერთს ამპარტავნება მეტადრე გლახამწირისა, უყვარს ვით იობ უფალსა, თავდაბალი და მოწამე, ამხსარებელი და დამთმენი ყოველგვარი განსაცდელებისა. თუ ჩვენ გვინდა ჩვენი ერი გადარჩეს, თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ოჯახები იყოს მტკიცე და ისეთი მცირე ეკლესიები, როგორზეც პავლე მოციქული გადაგებს, ჩვენ პირველ ადგილზე არა ამბიციები, არა თავრობის მოყარეობა, არა შფოთი და განგაში უნდა დავაყენოთ, არამედ სიმდაბლე, სიყვარული, სასოება, რწმენა, ერთობა, ცნებების აღსრულება. ჩვენ გარკვეული დღეების მერე ვიზეიმებთ კალენდარულ ახალწელს, რომელიც მაცხოვრის წინა დაცვეთით დაიწყება, ბასილი დიდის ხსენებით დაიწყება. ევროპაში ძირითადად სანტა კლაუსი, ანუ წმინდა ნიკოლოზი ყავთ პირველ ადგილზე დაყენებული და საქართველოში ეგრეთ წოდებული თოვლის პაპა. თქვით რომ წმინდა ნიკოლოზი, სანტა კლაუსი არის წმინდა ნიკოლოზი და მისი ხსენება არის 19 დეკემბერი, რადგანაც ისინი საერო ახალი კალენდრით ზეიმობენ 25 დეკემბერს, იქ პირველ ადგილზე წარმოჩენილი არის წმინდა ნიკოლოზი, ხოლო ჩვენ, რადგანაც ძველი კალენდრით, იულიუსის კალენდრით ზეიმობთ შობას და ახალ წელს და ნათლისღების დღესასწაულს, მოგეხსენებათ რომ ბასილი დიდის ხსენებაა და თოვლის პაპა სხვა არავინ არ არის თუ არა ბასილი დიდი თავისი დიდი წვერებით და თავისი მადლიანი გამომეტყველებით. ოღონდ ჩემო ძვირფასებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოგმართავთ, ქვეცნობიერად, სიმბოლურად არაფერი არ გააკეთოთ, გამოიძიეთ, წაიკითხეთ წერილი, წაიკითხეთ ქრისტეს შობაზე, მათეს სახარება, ლუკას სახარება, ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ. თქვენ ძალიან განათლებულები ხართ, თქვენ ბევრი რამე იცით ჩვენზე მეტი, მაგრამ სამწუხაროდ მოიკოჭლებთ ამხსარებლობაში. ახალგაზრდები დღეს ეკლესიაში სამწუხაროდ აღარ დადიხართ. ხანდახან გამოჩნდებით დღესასწაულებზე, მაგრამ თქვენ გონიათ რომ ეკლესია ეს არის უფროსი თაობის თავშესაყარი. არა, ჩემო ძვირფასებო, დღეს მინდა განმარტო სამწუხაროდ ერთი მოაზროვნე ადამიანი, რომელიც საკმაოდ კარგად მეტყველებს და განათლებული ადამიანი ამბობს რომ ეკლესია ეს არისო სახალხო კრება. არა, ჩემო ძვირფასებო, ეკლესია ეკკალეო ძველი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გამოხმობას, შორიდან გამოხმობას, საიდან გამოხმობას, ცოდვილი მდგომარეობიდან გამოხმობას და ცოდვილი ვართ ყველა ახალგაზრდაც და ძველგაზრდაც. სიკვდილმა არ იცის, ჩემო ძვირფასებო, რა ასაკში იმყოფება ადამიანი და იმის მიხედვით არ მიყავს. არავინ არ ვიცი, თქვენ ნახეთ როგორი ტრაგედია დატრიალდა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, ეს 5 ანგელოზი გაიყვანა ღმერთმა ამ სოფლიდან.
ხუთი ანგელოზი, როცა ნამდვილად არაფერი არ დაუშავებიათ. რატომ? ეს არავინ არ იცის, შემოძვირფასებო, ძალიან გთხოვთ, დასკვნების გაკეთება არ დავიწყოთ ახლა და თითის გაშვერა, ხელის გაშვერა, რომ აი ამის გამო და იმის გამო. ღმერთმა ინება და გაიყვანა სასუფეველში ეს პატარა ანგელოზები და არავინ არ ვიცით, ვინ ვიქნებით შემდეგი. და აი ამიტომაც დაადგინა ღმერთმა დედა ეკლესია. დედა ეკლესიის წიაღის გარეშე, ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის გარეშე ვერავინ ვერ ცხონდება. ვერავინ ვერ ცხონდება. დღეს ეგრეთ წოდებული ჭყალებში ეკლესიები არსებობს, რელიგიები, მაგრამ თქვენ იცით, რომ ერთადერთი ეკლესია ეს გახლავთ ერთი წმინდა სამოციქულო საყოველთაო მართლმადიდებელი ეკლესია. ორთოდოქსია, ანუ მართებული დიდება და აი ამ ეკლესიაში დღეს ჩვენ რამოდენიმე საათში უკვე ვიზეიმებთ მაცხოვრის შობის არა ბრწყინვალე არის აღდგომა, არამედ საუფლო დღესასწაულს და ამისთვის საჭიროა ჩვენი ცნობიერება განიწმინდოს, ჩვენი გულები იქნას დასუფთავებული. მე ვიცი რომ არც ის 40 დღე არ არის საკმარისი. 40 დღე კი არა, 40 წელიწადი ატარა მოსემ, ღმერთმა მოსეს წინამძღოლობით ებრაელები და ის ხალხი დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი იქიდან 2 ადამიანი შევიდა აღთქმულ ქვეყანაში, ისუ ნავესი და ქალები. ქალები ეს სახელია, მრავლობითში არ გეგონოთ და თვითონ მოსე, ვინც იყო წინამძღოლი, უფლის კურთხეული წინამძღვარიც კი ვერ შევიდა, რამე თუ ორჯერ დაკრა კვერთხი კლდეს, საიდანაც წყალი უნდა გადმოსულიყო და დაურწყებულიყო ებრაელი ერი. აი ნახეთ როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთს ადამიანს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით რომ ჩვენი ღმერთი იესო ქრისტე არის სიყვარულის ღმერთი. სიყვარული კი არ არის ღმერთი, ხანდახან გვეშლება ჩვენ. ღმერთი არის სიყვარული. ამას ამბობს სიყვარულის მოციქული იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც ისეთი მხცოვანი იყო უკვე ჩვენი პატრიარქივით 100 წლამდე იყო მიღწეული, რომ ტახტრევანზე დაბრძანებული დაყავდათ მის მოციქულებს და ის ეუბნებოდა შვილებს, ასე ქადაგებდა, რომ შვილებო, გიყვარდეთ ერთმანეთი და შეწუხდა ხალხი ამ ერთი და იგივე სიტყვების მოსმენით და საყვედურობდნენ იოანეს, რომ ერთი და იგივეს რატომ გვეუბნებიო. იოანე ღვთისმეტყველი ასე მიმართავდა მათ, რომ მთელი სახარების შინაარსი ამ ორ სიტყვაშიაო ჩადებული, გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩვენ რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ჩემო ძვირფასებო, ქართველებო და არაქართველებო, ვინც საქართველოში ცხოვრობთ, ეს ქვეყანა ამ მდგომარეობაში ნამდვილად არ იქნებოდა. ეხლა ვიტყვით ორი ჭიქის შესმის შემდეგ, რომ როგორ ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ჩვენ ძალიან გვინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს. წაიკითხეთ, ჩემო კარგებო, პავლე მოციქულის მე-13 თავი პირველი ეპისტოლედან კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლის, ძალიან გთხოვთ, სანამ შობის დღესასწაულზე აბრძანდებით ტაძრებში, აუცილებლად წაიკითხეთ პავლე მოციქულის პირველი კორინთელთა მე-13 თავი, რომ მე თუნდაც ანგელოზების ენით ვსაუბრობდე და მრავალი სასწაული მოვახდინო, თუ სიყვარული არა მაქვს, ან ჟღარუნარ გვალი ვარ, ან წანწკარა წინწილა. ამას ამბობს პავლე, რომელიც ძალიან ბევრჯერ იქნა, ასე თქვათ, ქრისტეს გულისთვის შეურაცხყოფილი და ბევრჯერ ისე ჩაქოლეს და ისე სცემეს, მიცვალებული ეგონათ და მიაგდეს, მაგრამ პავლე მაინც ემსახურებოდა იესო ქრისტეს და იყო იგი ბოლომდე იესო ქრისტეს ერთგული. სიყვარულის გარეშე ვერც ხელმწიფება იქნება, ვერც მსახურება იქნება, ვერც პატრიარქობა, ვერც ეპისკოპოსობა, ვერც მღვდლობა, ვერც მამობა, ვერც დედობა, ვერც შვილობა, ვერც პატრიოტიზმი. ერთ ჭიქა წყარს, ვინც დაგალევინებთო ბოლო ჟამს, მასო არ დაეკარგებაო სამოთხეში. ისე გადაგვარდება საზოგადოება, რომ შეიძლება ქუჩაში არავინ წყალი არ დაგალევინოთ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ აპოკალიფსის წინ არის აპოსტასია. აპოსტასიაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაწყებულია. რა არის აპოსტასია? აპოსტასია ეს არის მდგომარეობა, როცა განხმება სიყვარული მრავალთა, ანუ ადამიანებში სიყვარული აღარ იქნება. დედას აღარ ეყვარება შვილი, ქმარს ცოლი,
ადამიანს თავისი წინაპარი, თავისი სამშობლო, მთავრობას ხალხი, ხალხს მთავრობა და ასე შემდეგ. ეს იქნება ყველაზე ნათელი მაგალითი. აი ძალიან ბევრს საუბრობენ დღეს, ბოლო ჟამია, ხო, აი უკვე ანტიქრისტე უნდა მოვიდეს. და პირველი ყველაზე ნათელი მაგალითი ეს გახლავთ აპოსტასია, ანუ სიყვარულის განხმობა. და თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანში სიყვარული უკვე გახმა და ფაქტიურად აღარ არსებობს. ადამიანები საუბრობენ ძალიან კბილი თბილი სიტყვებით, მაგრამ რაღაცნაირად გემვარა აქვს მათ სიტყვებს. რაღაცნაირად მათი სიტყვები არავის არ ესმის. ადამიანები არიან დამძიმებულები თავიანთი შურით, თავიანთი ვნებებით, თავიანთი გარკვეული მძიმე ცოდვებით, რომელსაც ვერავის ვერ უმხელენ. ერიდებათ, ეშინიათ მოძღვართან მისვლა. რა სიტყვის მამაო ჩემზე, რა სიტყვის ესა თუ ის ადამიანი ჩემზე და რას იფიქრებენ საზოგადოებაში ჩემზე და ასე კეკლუცობენ, მარტო მილოცვებით შემოიფარგლებიან, დიდ კელატრებს დაანთებენ ახლა სახლებში ფანჯრებთან, რომ ვიღაცას დაანახონ, რომ ძალიან მორწმუნეები და ესეთი ღვთისმიერი ადამიანები არიან. ხე ნაყოფით შეიცნობა ჩემო ძვირფასებო. დაიმახსოვრეთ, რომ თუ შენ ხარ ქრისტიანი, თუ შენ შეინახე მარხვა და თუ შენ დღეს დაესწრები საღვთო ლიტურგიას და თუ ვერ დაესწრები, მაგრამ შენ გულში იშვება იესო ქრისტე, ხვალიდან შურიანი აღარ უნდა იყო. ხვალიდან ბოღმა, ბოროტი, მრისხანე და ასე თქვათ ზარმაცი აღარ უნდა იყო. სოკრატეს ეკითხებიან, რომ აი ამ თასთანო როგორ უნდა მივიდეთო. სოკრატემ უთხრა, რომ გააგრძელეო სიარული და მიხვალო. როგორ დავიწყოთ ჩემო ძვირფასებო ეკლესიური ცხოვრება? ნუ გონიათ ახლა ჩვენ, რომ აი ეს მარხვა, რომელიც 40 დღე ჩვენ შევინახეთ, ვინ როგორ შეინახა, არ ვიცი, არის საკმარისი. არა, ჩემო ძვირფასებო, არც ეს მარხვაა საკმარისი, არც ის მარხვა, მერე რომ იქნება სააღდგომო მარხვა. ჩვენ ქრისტიანული ცხოვრება უნდა დავიწყოთ საკუთარ აზრებთან ჭიდილში. გაუმკლავდეთ იმ მაცდურ აზრებს და ფიქრებს, რომელიც არაწმინდა სულიდან შემოდის ჩვენს ცნობიერებაში და გავაანალიზოთ კარგად. ეხლა მე აი ამ ცოდვას რომ ჩავიდენ, აი ამ ქმედებას რომ აღვასრულებ, ეს რო ჩემა მეუღლემ, ჩემა შვილებმა გაიგონ, მოეწონებათ თუ არ მოეწონებათ. თუ არ მოეწონებათ, ესე იგი ცოდვას ჩადიხარ. აი ძალიან მარტივი ენით გესაუბრებით. თუ სინდისი აღარ კარნახობს, კარგად დაუკვირდი. თუ ისეთ ადგილზე მიდიხარ, ისეთ რამეს საუბრობ, ისეთ საზოგადოებაში ხარ, რომ ეს შენ ოჯახის წევრებს, შენს მეუღლეს და შენს შვილებს, შენს დედმამიშვილებს არ მოეწონება და ამას დამალავ, ესე იგი შენ ცოდვაში რჩები. აი ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ მე ისე ვიქცევი, როგორც მე მინდა რომ სხვა ადამიანები მომექცნენ. არ ვიქცევი ისე. მე მიყვარს ჩემი მტერი, არ მიყვარს. მე ჩემი მტერი კი არა, ჩემი ოჯახის წევრები არ მიყვარს, ჩემი ნათესავები არ მიყვარს, ხოლო ქრისტიანობა ეს არის მტრების შეყვარება. აი როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ დავიწყეთ თუ არა ქრისტიანული ცხოვრება. თუ ჩვენ დავაპირებთ ჩვენი მტრების შეყვარებას და მათ ლოცვებში მოხსენიებას და მათთვის სიკეთის გაკეთებას, ღმერთი დაინახავს, რომ ჩვენ უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯები ქრისტიანული ცხოვრების და განსაკუთრებით დაგვეხმარება ღმერთი. თუ თქვენი მოყვარულები გიყვართ, რითი განსხვავდებით წარმართებისგან, ამბობს იესო ქრისტე, ხო? მაგრამ ჩვენ ხო ჩვენი მოყვარულებიც აღარ გვიყვარს. მე კი გეუბნებით, რომ გიყვარდეთ მტერნი თქვენი. ძალიან ბევრი ადამიანი გთხოვთ არ გეწყინოთ, 99% თანამედროვე ქრისტიანების ითხოვენ ღმერთისგან ტაძარში რომ მიდიან, ითხოვენ მომეცი ოჯახი, მომეცი მეუღლე, მომეცი ხელფასი, მომეცი სამსახური, მომეცი ჯამო, სულ ვითხოვთ და ვითხოვთ. ცუდი ამაში არაფერი არ არის ჩემო ძვირფასებო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა ვითხოვთ სასუფეველიცათა და სიმართლე მისი და დანარჩენი
ყველაფერი მოგვეცემა ჩვენ. და იცის ღმერთმა, რომ ჩვენ გვჭირდება სახლი, კარი, სამსახური, შემოსავალი და დანარჩენს ყველაფერს მოგცემს. ამასო წარმართებიც ეძებენო. ხოლო თქვენ ეძებეთ სასუფეველი ცათა. აი დღევანდელი ლაივის მთავარი ლაიტმოტივი მინდა იყოს ის, რომ თქვენ განსაკუთრებით ემიგრანტებო, მე თქვენთვის განვიზრახე დღევანდელი პირდაპირი ეთერი, რომ თქვენ გასულები ხართ საქართველოსდან თქვენი ნების გარეშე, გაჭირვებამ გაგიყვანათ ჩვენი ქვეყნიდან და ერთი სული გაქვთ, როდის დაბრუნდებით საქართველოში. ღმერთმა დაგლოცოთ. განსაკუთრებით იმ ადამიანებს მოგმართავთ, ვისთანაც მე ყოველდღიური კავშირი მაქვს ეგრეთ წოდებული ნუგეშის წევრებთან. და მინდა რომ აი ამ სანუგეშო ერთობაში ძალიან ბევრი ადამიანი შევიფაროთ. ბევრი ადამიანი შემოვიდეს მაცხოვრის ოლარის ქვეშ, რომ სადაც თქვენ იქნებით იესო ქრისტესთან, იქ იქნებით საქართველოში, იქ იქნებით დედა ეკლესიაში. ძალიან მიყვარს მე ამ სიტყვების გამეორება. პოლონეთში მე მგონი ერთ-ერთი საკონცენტრაციო ბანაკი რომ დაანგრიეს, ნახეს რომ კედელზე ეწერა პატიმრის მიერ დაწერილი სიტყვები, რომ იესო ქრისტესთან ჩვენ საპყრობილეშიც თავისუფლები ვართ და იესო ქრისტეს გარეშე გარეთაც მონობაში ვიმყეფობით. ასე შეიძლება ითქვას ემიგრანტებზე, რომ თუ შენ თქვენ იქნებით უფალთან, უფალში ეს უფრო რუსული გამოთქმა, უფალთან ერთად თუ იქნებით, მისით ამ მადლითა და კასტმოყარებითა, აღსარებით, ზიარებით და საიდუმლოებებში მონაწილეობით, თქვენ საქართველოში იქნებით. მაგრამ საქართველოშიც რო იყოთ, თუ უფალთან არ იქნებით, იქნებით უცხოობაში. ექსორიაში იქნებით, ეკლესიის საზღვრებს გარეთ იქნებით და ეს დამერწმუნეთ, რომ ძალიან ძიმე მდგომარეობა იქნება თქვენთვის. ეს იქნება ძალიან დამღუპელი აქა ამ სოფელშიც და რა თქმა უნდა იმ სოფელშიც. იმიტომ რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი დედამიწაზევე არის ადამიანში. აქავე ხდება ჩვენი, ასე თქვათ, სამოთხის დამკვიდრება და ჯოჯოხეთში დამკვიდრება. არჩევანი ჩვენზეა ძირფასებო. სამოთხეში ყოფნა, ეს არის ღმერთთან ყოფნა, ეს არის თავდაბლობით ყოფნა, ეს არის აღსარებით, ეს არის სინანულით, ეს არის მონანიებით, გონების განახლებით, მეტანოით და სიკეთით, სიყვარულით, რწმენით და სასოებით, ხოლო ჯოჯოხეთში ყოფნა, ეს არის ბოროტებაში ყოფნა, ეს არის შურიანობა, ეს არის ამპარტავნება, ეს არის მრისხანება, ეს არის სიძულვილი, ეს არის აქავე ტანჯვა. როგორც დოსტოევსკი ამბობს, რომ ჯოჯოხეთი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აღარ შეუძლია სიყვარული. და მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც უკვე სიყვარული აღარ შეუძლია. მაგრამ ზუსტად აი ამიტომ მოვიწადინე მე დღეს შობის ღამეს ჩამეწერა პირდაპირ ეთერი, რომ თქვენ შეგახსენოთ, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, თქვენი მიზანი, თქვენი ცხოვრებისეული მიზანი. რა არის ადამიანის ცხოვრებისეული მიზანი? განხთობა. როდესაც თქვენ ეკლესიაში მიდიხართ მოძღვართან, მოძღვარი რო შეგეკითხოთ, რომ რატომ მოხვედი შილო? ზიარება მინდა, რატომ მოხვედი? მარხვა, რატომ მოხვედი? იმიტომ რომ უნდა ვილოცო, არა, ცხონება მინდა, რომ დავიმკვიდრო, ცხონება. ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო, როგორც სერაფიმ საროველი ბრძანებდა, ემსახურება სულიწმინდის მადლის მოპოვებას, რათა ჩვენ ცხონდეთ. ოღონდ მაცხოვრის გარეშე ცხონება არ არსებობს. სხვა ცხებული მხსნელი არ არსებობს გარდა იესო ქრისტესი. სხვა ყველა ქურდიდან პარავია, როგორც იესო ქრისტე ამბობს და მე ვარ კარი სასუფეულის ბრძანებს იესო ქრისტე. ვინც ამ კარებიდან შევა, ის იცნობს მამას. სხვა კარები არ არსებობს და სხვა ეკლესია, სხვა მხსნელი, სხვა ქრისტე, სხვა ღმერთი არ არსებობს გარდა ერთარსება სამპიროვანი ღმერთის, მამა, ძის და სულიწმინდის. და ჩვენ უნდა გულისხმავყოთ, განსაკუთრებით საქართველოში მცხოვრებმა ქართველმა და არაქართველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომ ვისაც ბევრი მიეცა, მას ბევრი მოეკითხება. ბევრი რამდენი? არც ისეთი ბევრი ეხლა თქვენ რომ შეგეშინდათ, არა, რომ გვიყვარდეს უფალი და გვიყვარდეს მოყვასი, ვაკეთოთ სიკეთე, არ გშურდეს, არ ვიყოყოჩოთ,
არ განვიზრახოთ არავისთვის ცუდი და როგორც პავლე მოციქული აღწერს სიყვარულს, აი ამ სიყვარულით ვიცხოვროთ. არ არის ძნელი, თქვენ თავარია მოიწადინეთ და ღმერთი დაგეხმარებათ. ერთ ნაბიჯს გადადგავთ ღმერთისკენ და ღმერთი გადმოდგავს მეორე ორ ნაბიჯს თქვენს წინაშე და ღმერთი დაგვეხმარება მათ, ვისაც გაგვაჩნია რწმენა. ვინც ვიტყვით, რომ უფალო შემიწყალე, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი. რომელი სახელი? ის სახელი, რომელიც არის ერთარსება სამპიროვანი ღმერთის და იყოს ნება შენი, როგორც ზეცაში, ანგელოზების წიაღში, სასუფეველში, ასევე დედამიწაზე, ჩვენს ოჯახში, ჩვენს ქვეყანაში, იმ გარემოში, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. მე მგონი ეს ყველაფერი, რაც მე ხლა გითხარით, არ არის თული ჩემო ძვირფასებო. თქვენ მოიწადინეთ და ღმერთი გაკურთხებთ. ღმერთს არ აქვს, წარმოვიდგინეთ, უფლება, რომ თქვენი ნების გარეშე შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. თუ თქვენი ნება არ იქნება, ღმერთი ვერ გაცხონებთ. ჩვენ ღმერთმა ჩვენი ნების გარეშე შეგვქმნა, არ უკითხავს ხო ჩვენთვის, რომ აპირებდა ჩვენს ამ ქვეყანაზე მოვლინებას, მაგრამ მას წარმოიდგინეთ ყოვლისშემძლე ღმერთს არ შეუძლია ჭყალებში ჩვენი ცხონება, თუ ჩვენ არ ვეტყვით ამინს, თუ ჩვენ არ ვეტყვით პეტრესავით, რომელიც იძირება ზღვაში, რომ უფალო მიშველე, უფალო შემიწყალე, უფალო დალოცე ჩვენი ხელისუფლება, უფალო დალოცე ის ხალხი, ვინც ქუჩაში დგას და უნდა ქვეყნის გადარჩენა, უნდა ქვეყნის აღმავლობა. მე მინდა დავასრულო დღევანდელი ეთერი დიდი მამის, მამა გაბრიელის სიტყვებით და ძალიან გთხოვთ, რომ კარგად დაუკვირდეთ ამ სიტყვებს. მე ვერ გავბედე, ჩემით რამე მეთქვა და მამა გაბრიელის სიტყვებით მინდა მოგმართოთ. როდესაც მამა გაბრიელი ნახავდა, რომ ვინმე იყო უკმაყოფილო ხელისუფლებით ან სამღვდელოებით, ესეთ რამეს ამბობდა, რომ თქვენო, ქართველებო, გინდათო, რომ მეფე იყოსო, პრეზიდენტი იყოსო, თამარ მეფეო და პატრიარქი იყოსო წმინდა ნიკოლოზიო. კარგად დაუკვირდით. მაგრამ აბა კარგად დაფიქრდეთო, თქვენ თვითონ ვინა ხართო. როდესაც ჩვენ გვინდა ცვლილება სამყაროსი, ქვეყნის, ხელისუფლების ან რამე კარგის, ჯერ ჩვენ უნდა შევიცვალოთ, რომ ველოდებით ახალ წელს, ყოველივე ახალს და ძველ ცოდვებში ვრჩებით. რა შეიცვლება, ჩემო ძვირფასებო? არაფერი არ შეიცვლება. ძველ ცოდვებში დარჩენილი ხალხი ახალს ვერაფერს ვერ მიიღებს. ამიტომ შევიცვალოთ ჩვენი უჯმური ხასიათი, ჩვენი გარკვეული ქმედებები, ჩვენი აზროვნება, ჩვენი გამოხედვა, მეტყველება, მრისხანება, შური და უამრავი ისმნება, რითაც დახონძლულია ჩვენი სული, ჩვენი გული და ჩვენი გონება. აი ამიტომ მიშვა მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე და აი ამიტომ უნდა ღმერთს, რომ ჩვენ გულებში შემოვიდეს, ივახშმოს ჩვენთან და ჩვენ ერთმანეთი შევიყვაროთ. გვიყვარდეს ერთმანეთი, არა მარტო გულების გაგზავნით, არა მარტო რაღაცა თბილი სიმბოლური სიტყვებით, არამედ ცხოვრების წესით და სიყვარული ნიშნავს თავგაწირვას, თავდადებას, ერთგულებას, არა კინკლაობას და ჩხუბს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ნახეთო ერთმანეთს, რომ ჭამთ, რომ ერთმანეთი არ მოსპოთო. ჩხუბი და კინკლაობა ქვეყანაში ყოველთვის იყო, ყველა ქვეყანაში იყო, მაგრამ ისინი პოულობდნენ გამოსავალს. ასევე ჩვენც უნდა ვნახოთ გამოსავალი და გამოსავალი ეს არის ერთარსება სამპიროვანი ღმერთის აღიარება, განკაცებული ღმერთის, ასე თქვათ, მიღება, როგორც მხსნელისა და სულიწმინდის მადლით ცხოვრების წესის შეცვლა. სხვანაირად ჩვენ ბედნიერები ვერ ვიქნებით, სხვანაირად ჩვენი ქვეყანა ვერ გადარჩება, სხვანაირად ჩვენი ქვეყანა ვერ გაბრწყინდება და სხვანაირად ვერ გავიხარებთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა მრავალ შობას და კალენდარულ ახალ წელს დაგასწროთ. ჩვენთან არის ღმერთი.